გაყალბებული ისტორია ოკუპირებულ აფხაზეთში. ადგილობრივი ისტორიკოსები ეკლესია მონასტრების ქართულ წარმომავლობას ეჭქვეშ უკვე შეკვეთილ სატელევიზიო სიუჟეტებშიც აყენებენ. ოფიციალური თბილისის საპასუხოდ ოკუპანტი ხელისუფლება აცხადებს, რომ ტაძრებში ქართული კვარი არ არის და არც არასოდეს ყოფილა. მარიონეტული რეჟიმი რუსეთის დახმარებით ისტორიას აყალბებს და კულტურულ გენოციდს ღიად ახორციელებს. აფხაზეთში ამტკიცებენ, რომ უნიკალური ძეგლების ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვევრები თურქეთის მმართველობის პერიოდს ასახავს. თავად აფხაზური არხების კადრებშიც კი კარგად ჩანს, რომ ბედიის, სიმონ კანანელისა და ლიხნის ეკლესიებში ოკუპანტებმა უძველესი ქართული ფრესკები და წარწერები წაშალეს. თბილისმა ვანდალიზმის შესაჩერებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე მიმართა. ქეთევან ბერაიაგი ამბობთ. Абаза ТВ на этой неделе предлагает вашему вниманию... Დღიდან ერთი კვირის განმავლობაში ვიწყებთ სპეციალური რეპორტაჟების სერიის ჩვენებას აფხაზეთში ქრისტიანული კულტურის ძეგლებზე. ეს ის ძეგლებია, რომელზეც ქართულმა მხარემ სპეციალური მიმართვა იუნესკოს გაუგზავნა. პირველი ჩვენი სპეციალური სიუჟეტი ბედიის მონასტერზეა, სადაც თითქოს და განადგურებულია ბაგრატ მეფის ფრესკა. რეპორტაჟების სერია მარიონეტული აფხაზეთის ტელევიზია აბაზა TV ადგილობრივი უწყების წარმომადგენლების მითითებით დაიწყო. ბაგრატის ფრესკისა და წარწერების განადგურების შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ძეგლთა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს, რომ ბედიის ტაძარში ქართული წარწერები ან მოხატულობა შეიძლება იყოს. Грузинские фрески, причем здесь грузинский, не знаю, но ეს იმის განცხადება, რომ აფხაზეთმა ქართული ფრესკები გაანადგურა უსაფუძვლოა. საერთოდ რა ქართულ ფრესკებზე შეიძლება საუბარი ვერ ვხვდები. ან ჩვენს ტაძართან რა შეხება აქვს. კადრებში კარგად ჩანს რა მდგომარეობაშია დღეს ტაძრის ინტერიერი. სამეფო ტახტის მემკვიდრეთა საფლავის ქვები უწესრიგოდ არის მიყრილი. კედლებზე მოხატულობის კვალი თითქმის არ იკითხება. კედლების გამაგრებაზე რუსი რესტავრატორები. И даже сообщила о том, что готовится соответствующее обращение в ЮНЕСКО. По мнению афганских историков и археологов. ეს სამუშაოები გულისხმობდა როგორც ქვების ინექტირებას, ასევე მონაკვეთების გამაგრებას, რომელიც სავალალო ან ავარიულ მდგომარეობაში იყო. მაგალითად, აქ ქვები იყო ჩამოცვენილი და ჩვენ ისინი უკან ჩავსვით. ასე გამოიყურება დღეს სიმონ კანანელის სახელობის ეკლესია ახალათონში. ეკლესიის გარშემო გათხრები მიმდინარეობს. გადათხრილია ტაძრის ინტერიერის და კედლები ხის დაფებით არის აჭედილი. მარიონეტული ხელისუფლების კულტურის უწყებაში ამას სარეაბილიტაციო სამუშაოებით ხსნიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთეთრებულ კედლებზე ჯერ კიდევ უნდა იყოს შემორჩენილი ბიზანტიური, ძველი აფხაზეთის დროინდელი ფრესკები. მათ გაწმენდას ჩვენი აფხაზი სპეციალისტების მოახერხებთ ჩვენი ძალებით. გათხრების შემდეგ კედლებს გავასუფთავებთ და მოხატულობის აღდგენას შევეცდებით. თუმცა ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი წესებით რეაბილიტაციის ჩატარების ეს პირველი შემთხვევაა და საეჭვოც. ეკლესიის კედლების აჭედვა ნაგებობის შიგნით არქეოლოგიური გათხრების გამო სრულიად წარმოუდგენელია. ჩნდება ვარაუდი, რომ ტაძარში სამუშაოების დასრულების შემდეგ აქამდე შემორჩენილი ფრესკების და წარწერების კვალიც აღარ დარჩება. კანონო შეიძლება კარგი რესტავრაციაც იყოს, მაგრამ ცუდად კეთდება ეს ყველაფერი. ეს ძალიან სამწუხარო, ძალიან ცუდი აფხაზებისთვის, თვითონ აფხაზური კულტურისთვის არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ის კულტურა სწორედ აი ამ ქართულ კონტექსტში ჟღერს განსაკუთრებულად ეფექტურად და თავისთავადად სხვა კონტექსტში ის დაიკარგება. სიუჟეტში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ტაძრის ქართულ წარმომავლობაზე. ეკლესიის გარშემო დღეს წყალი დგას და სატვირთო მანქანების კვალით შეინიშნება, რაც ისედაც დაზიანებულ ძეგლს კიდევ უფრო აზიანებს. ოფიციალურმა თბილისმა ამ დარღვევებზე იუნესკოს არაერთხელ მიმართა და რეგიონში სპეციალისტების ჩასვლაც ითხოვა. მარიონეტული აფხაზეთის პრემიერმა ამის გამო საგანგებო განცხადებაც გააკეთა და პროცესში ქართული მხარის ჩართვაზე კატეგორიული ყველა ქმედება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთის მიმართ ახორციელებს, ამ დრომდე მკვეთრად პოლიტიზირებულია. ასე რომ არ ყოფილიყო მსოფლიო მნიშვნელობის იმ საგანძურზე, რაც აფხაზეთშია დაცული, მუშაობა შესაძლებელი გახდებოდა. ჩვენ დღესაც თანახმოვართ იუნესკოსთან ვითანამშრომლობთ მხოლოდ ქართული მხარის გარეშე. ქართველი კანონმდებლობისთვის მარიონეტული ხელისუფლების რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა. ოფიციალური თბილისის საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციას ელოდება. აფხაზეთის ცალკე ურთიერთობა იუნესკოსთან გამორიცხულია. იუნესკოსთან ურთიერთობა თუ უნდა მოხდეს ეს საქართველოს დახმარებით. ამიტომ თუ მართლა უნდათ სეპარატისტებს სამწუთას და ბატონ ლაკერბაიას გადარჩეს ეს ძეგლები დანგრევას.
ან ისეთ დეფორმირებას, როგორც ილორის წმინდა გიორგის მონასტერს მოვიდა, მათ ის უნდა გააკეთონ აუცილებლად საქართველოს დახმარებით. საუბარი იმაზე, თითქოს ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს იუნესკოს თანამშრომლობით აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან, ეს არის უბრალოდ სპეკულირება. წარმოუდგენელია ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე იქ ჩავიდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, შეისწავლონ სიტუაცია. ანალოგიური მდგომარეობა ლიხნის ტაძარში. მიუხედავად ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული ექსპერტების უარყოფისა, რუსული მედიით გავრცელებულ მასალაში კარგად ჩანს, რომ ტაძრის ინტერიერში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. მოსკოვ რუსი სპეციალისტები ახორციელებენ. თბილისში თვლიან, რომ რუსეთი რეგიონს სახეს მთლიანად უცვლის და ძეგლების გადაკეთებით, ქართული კვალის წაშლით, ვანდალური ქმედებებით აფხაზეთის რეგიონს ისტორიასაც უკარგავს. კაიროს გენერალურმა ასამბლეამ სირიის საკითხზე რეზოლუცია მიიღო.